დასაბამიდან მოკვდავება არ იყო ახლო, მაგრამ ადამიანმა აკრძალულ ხილს ხელი რომ ახლო, მაშინ დავკარგეთ უკვდავება ღვთის სამოსახლო, კაცის სიცოცხლეც გაიაფთა, გახდა სადახლო. ასე დახლზე დავდეთ თითქოს სიცოცხლე უფლისგან ბოძებული, მადლობა ჩემო ირაკლი ამ შეკითხვისთვის. უფალს ეკუთვნის ჩვენი სიცოცხლე და სამშობლოს. მე ასე ვფიქრობ. რელიგიული თვალსაზრისით ადამიანებს მხოლოდ და მხოლოდ გვევალება სიყვარული ერთმანეთისა და არა სხვა რამ. ასე რომ კაფეოდ მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო, რომ რაც არ უნდა ადამიანი შეუძლოდ იყოს. უფალმა იცოდეს, რომ ძალიან ბევრი სამედიცინო ენით აუხსნელი ფენომენი ბევრი გაგვიგონია, რომ აუხსნელი ყოფილა სამედიცინო ენისთვის, მაგრამ უფლისნებით გამოჯანმრთელებულ ადამიანი მკვდარი აღმდგარა კლინიკური სიკვდილის ფენომენით მოგვეხსენება ჩვენ გაცოცხლებულა ფაქტიურად მიცვალებული, ასე რომ უფალმა უწყის, რაც არ უნდა სამედიცინო თვალსაზრისით უძლური ადამიანი იყოს უკიდურეს მდგომარეობაში, შეიძლება ის რომ მეორე დღეს ადამიანმა შეძლოს ისეთი წამლის აღმოჩენა ღვთისწყალობით და შეწევნით, რომ ის ფეხზე დადგეს, ასე რომ პატივითა და სიყვარულით სიცოცხლე